სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.g. გახმოვანებულია aჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. ლუის, აქ რას აკეთებ? ერთი აზრი მომივიდა თავში. წუხელ ამან გამაღვიძა. არ გეკითხავ. მაგნიტურ ველებს შევისწავლი, მაგრამ ეს თქვენთვის საინტერესო არ იქნება. მართალი ხარ, მე არ მაინტერესებს. მე კი. კარგი. ამ კუნძულზე უცნაური მაგნიტური ანომალიაა. მისი ცენტრი პირდაპირ ლაგუნაშია. აი ეს ეფექტი უფრო ეფექტურად მოქმედებს მთვარესთან და პლანეტების განლაგებასთან მიმართებაში. ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. და ძალიან მოსაწყენი. ლუის, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდით, მაგრამ შიშობრომ წყალში ჩაგვეძინება. ნახვამდის, მოდი ხარ? კი, მეც მეჩქარება და ლუის. წარმატებები. არ მიუბრუნდე, ვითომ ვერ ვხედავთ. ეს უზრდელობაა. ლუის, გამარჯობა. რაღაც ვიპოვე. მაგარია. მალე შევხვდებით. თქვენ ამის მოსმენა მოგინდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ არა. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ კი. რიკი მოусმინე მას. ხო. გესმენთ. კარგი. კავშირი არის. მე პირველი არ ვარ, ვინც პლანეტების ციკლს შეისწავლის კუნძულ მაკოზე. 50 წლის წინ ერთი ადამიანი ატარებდა მსგავს კვლევებს. ცოტა საინტერესოა კი. სტატიაში წერია, რომ ვიღაც მაქს ჰამილტონი იკვლევდა პლანეტების ზეგავლენას კუნძულ მაკოზე 1957 წელს. მისი ნამუშევარი მჭირდება. მთელი ქსელი გადავქეკე და ვერ ვიპოვე. შეიძლება? მაქს კეი ჰამილტონი გჭირდება? ხო, იპოვე. ტელეფონის ციხში სცადე. აი მისი მისამართი. ის აქვე ახლოს ცხოვრობს. მაგარია. მოგვიანებით შევხვდებით. გამარჯობა. დილამშვიდობისა. რაზე თევზაობთ? ასეთები არასდროს დამიჭერია. რჩევა გინდა. რიფისგან 50 მეტრში დადექი მარცხნივ. ეს არავინ იცის. რაღაც მინდოდა მეკითხა. იმ სახლში ვინც ცხოვრობს იმას თუ იცნობთ? დიახ, ვიცნობ. ხო? მაგარი ბიჭია. არ იცით, სად შეიძლება ვნახო? ეს შენ წინაა. მაქს ჰამილტონი. ის ხართ? იცით, რაღაც მინდოდა გამეგო თქვენი კვლევის შესახებ კუნძულ მაკოზე. რაზე? იმაზე, რაც გამოიკულიათ 57 წელს. გონი ვიღაცაში გეშლები. მაგრამ თქვენ ხომ მაქს ჰამილტონი ხართ, ის ვინც მითითებულია. თქვენ შეისწავლეთ მთვარის ფაზების ზემოქმედება კუნძულზე? არა, შეცდი, მაპატიე. ხომ იცით, რასაც ვგულისხმობ?
კლეო, მიხარია რომ გნახე, მაქს ჰამილტონს შევხვდი. მაგარია. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიპოვე. რა მაინც? ჯერ არ ვიცი, მაგრამ გავიგებ. კეთილგანწყობილი იყო, სანამ მაგუ არ ვახსენე. შემდეგ გაჩუმდა. ლუის, ფრთხილად იყავი. ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ეს შეიძლება სახიფათო იყოს. არაფერია. უბრალოდ მანაც ჩაატარა კვლევა, ეს არის და ეს. სწორედ ეს მაღელვებს. კლეო, მან თქვენზე არაფერი იცის. ამაზე ვიზრუნებ. მისმინე, ოდესმე მიღალატია თქვენთვის. Crazy. ხიდის მეორე მხარეს ბევრად დიდი თევზებია. ნება მიეცი ტივტივას ტალღაში ჩაყვინთას. არ მეგონა რომ შევხვდებოდით. როგორ მიპოვეთ? მიდეს, ცადე. ეს გოგონა ვინ იყო ბართან? ერთად დაგინახეთ. თქვენ რა მithვალთვალებთ? შენი შეყვარებულია? მას კლეო ჰქვია და ის ჩემი შეყვარებული არ არის. და რა იცი მისი მედალიონის შესახებ? არაფერი? მასში რაიმე უჩვეულოა? რა სამწუხაროა რომ ერთმანეთს არ ვენდობით? და რატომ? რადგან მაკოზე კვლევა მართლაც ჩავატარე. მასზე მარტო იმას ვუამბობ, ვისაც ვენდობი. მე მენდეთ, ჯერ მედალიონი მჭირდება. არა, შეუძლებელია. შენი იცი, სადაც უნდა მიპოვა. მადლობა, თევზისთვის ლუის. ეს ძალიან დამახელვებელია. ბევრი დავიჭირე. იმ დღეს ამბობდი, რომ შენი მედალიონის შესაკრავი დასუსტდა. ასეა, არა? ო, უნდა შევაკეთოთ, სანამ მედალიონი დაგიკარგავს. გონი მართალი ხარ. ამას უნდა მივხედა. თუ გინდა, შემიძლია მე შევაკეთო. მართლა? დარწმუნებული ხარ? ხო, საღამოს დაგებრუნებ. კარგი? მადლობა, ლუის. ვიცოდი რომ ეს იყო. დიდი დრო გავიდა. როგორ ვერ ვიცნობდი. ეს ხომ მე გავაკეთე. 50 წლის წინ. 3 ასეთი გავაკეთე. 3-ვე ოდნავ განსხვავებული. ერთ-ერთი შესაკრავი დასუსტდა. კარგი. ამას გამოვასწორებ. 3 რატომ? 3 გოგონასთვის. ეს ყველაზე საყვარელია. ის განსაკუთრებული გოგონასთვის გავაკეთე. გოგონასთვის? უბრალო გოგონასთვის კი არა. გამორჩეული გოგონასთვის. მაგრამ ამის შესახებ უკვე იცი არა? კლეო. ხომ გითხარით, ის ჩემი შეყვარებული არ არის? ნუ, იყო, მაგრამ მაშინ ბავშვები ვიყავით. რატომ გადაწყვეტეთ, რომ ჩემი შეყვარებულია? ღიმილს ვერ იკავებს, როდესაც შენ გხედავს. მოიცადეთ. დანდობა. კუნძულ მაკოზე უნდა მოგეყოლათ. ო, მართალია. რა იცით? ყველაფერი. საღამოს პირსზე ყველაფერს გიამბობ. დამეჯერე. გამარჯობა, ლუის. გამარჯობა. მithქვამს, რომ მშვენიერი ღიმილი გაქვს. და შენს მედალიონს
კარგი სპეციალისტი შეაკეთებს. დღეს შარლოტა სად არის? მეგონა ერთად იქნებოდით. თავისი საქმეებით არის დაკავებული. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ. მართლა. კონძულ მაკოზე ვაპირებდი წასვლას. ხომ არ შემოივლე? იქვე თუ იცურებ. მე ძალიან დაკავებული ვარ, ლუის. კარგი, კარგი, მეც მეჩქარება. იმედი მაქვს მალე შევხვდებით. ალბათ. ლუის. აი სათხარ. ყველგან გეძებდი. ძალიან დაკავებული ვიყავი. ლუის. დიდი ხანი არ მინახე ხარ. მომენადრე. იქნებ დარჩენილი დღე ერთად გაგვეტარებინა. საინტერესოდ ჟღერს შარლოტა, მაგრამ ბოდიში დრო არ მაქვს. მაპატიე. ლუის. ახალგაზრდობაში ზუსტად ასეთი ნავი მქონდა. არ გინდა მაკომდე ერთად მივცუროთ. მაკოზე. არა იყოს. ლუის, ვიცი იქ რაც გაინტერესებს. და შენ ეს გჭირდება. ჩემი ნამუშევარი, მთლიანად. არა. მაკოზე წამიყვანე და ის შენი იქნება. გთხოვთ. აი აქ ვართ. აბა, მაჩვენეთ თქვენი ნამუშევარი. მაქს. მაქს. საერთოდ არ შეიცვალა. სად მიდიხართ? კარგი რა, მაქს, ჩვენ ხომ შევთანხმდით? ეს ისეთი ლამაზი იყო. ისეთი მშვენიერი. მაქს, არა. მან სახიფათოა. არა. კლეო. ვიხართ? საიდან მიცნობთ? კლეო, ეს მაქსია. აქ რა ხდება, ლუის?
ის აქ შემთხვევით ჩამოვარდა. აქ ყველაფერი ძველებურადაა. აქ ნამყოფი ხართ? აქ ხშირად მოვდიოდით. და შენ აქ რას აკეთებდე, კლეო? მე ლუის ველოდებოდი. ხშირად ხვდებით აქ. მართლა? და აქ როგორ მოხდი? რაღაც ნავი არ დამინახავს? მეგობარმა მომიყვანა. თქვენამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოვცვრეთ. უცნაურია. არ დამინახი ხარ. გავცურე. გაცურე. წყალქვეშ. საინტერესოა. აქ ისეთი ჯადოსნური წყალია. ასე არ ფიქრობ? უბრალოდ შევამოწმე. მაბადია. რა გინდათ? არაფერი. მინდოდა დავწმუნებულიყავი. დარჩი, გთხოვ. არაფერს დაგიშავებ. გთხოვ. არ ვიცოდი, რომ ამის შეგრძნება შემეძლო. შეგრძნება? აღელვებული ვარ. მაგრამ შენ პირველი ქალთევზა არ ხარ ჩემს ცხოვრებაში, კლეო. მის ჩადამს იცნობდით? ლუიზა, ჯულია და გრეისი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაცას მიმალავდნენ. ასე რომ მათ უკან გავყევი. პირველი ვიყავი, ვინც მათი საიდუმლო გაიგო. დანარჩენები შეშინებულები იყვნენ. მაგრამ გრეისის გაეხარდა, რომ გავიგე. მისთვის ეს შვება იყო. გრეისი ძალიან მიყვარდა. ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით. ისინი ბედნიერები იყვნენ, როგორც ქალთევზები. ხანდახან. ყველაზე მეტად გრეისის უჭირდა. დღე და ღამე ვცდილობდი გამიგო ეს როგორ მოხდა. გრეისის გამო და არა დანარჩენებისთვის. მას ყველაზე მეტად უჭირდა. მე ვერ ხვდებოდი თუ როგორ უჭირდა მას. დავპირდი რომ დავეხმარებოდი, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ მარტო თეორიები მქონდა. ის ამას გაუმკლავდა. შეეგოა საბოლოოდ ამას. ვერაფრით. ყოველდღე უფრო ცდილობდა ისეთი გამხდარიყო, როგორიც ადრე იყო. ვერც სიტყვით ვეხმარებოდი და ვერც საქმით. ის გამირბოდა. მინდოდა მეჩვენებინა. თუ როგორ ძლიერ მიყვარდა ის. სამივე გოგონასთვის მედალიონი გავაკეთე. ვფიქრობდი, რომ ეს მას დაეხმარებოდა, შეგუებოდა იმას, ვინც გახდა. მინდოდა თავი რაღაც განსაკუთრებულის ნაწილად ეგრძნო, ლუიზასა და ჯულიასთან ერთად. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ჩემს გვერდით ყოფნა მას ახსენებდა, რომ ადამიანი არ იყო და ამიტომ მედალიონი. მედალიონი წყალში გადააგდო.
სწორედ იქ იპოვა იმამ. სადაც გრეისიმ გადააგდო. 50 წელი ხელშეუხებელი იყო. და რა მოვიდა გრეისის? მაქს? რა მოხდა? მე ის დავკარგე. ახლა კი უნდა წავიდე. მაქს, თქვენ დაშორდით. იმიტომ რომ ქალთევზა იყო. არა. ეს ჩემი ბრალი იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო, ის თქვენი ბრალი არაა. ხანდახან ადამიანები ვერ ხვდებიან რას აკეთებენ. შემდეგ კი ხვდებიან რომ ეს შეცდომა იყო. მაპატია რომ წყალი შეგასხი. თქვენზე არავის მოვუყვები. უნდა წავიდე. ნახვამდის. კარგად ხართ? შენ და კლეო. გრეისსა და ჩემს თავს მახსენებთ. ხვდები, როდესაც ადამიანები ერთად უნდა იყვნენ. კლეოსთვის ასე უფრო მარტივი იქნება. ასე მითხრა. და შენც დაიჯერე. ლუის, არ უნდა მიმეცა უფლება გრეისისთვის რომ წასულიყო. არ მინდა შენც იგივე შეცდომა დაუშვა. გამომართვი. შევაკეთე. დაუბრუნე მას და არ გაუშვა. გამარჯობა. გამარჯობა. მაქსმა თავისი კვლევები მომცა ქალთევზებზე. ფიქრობ საინტერესო რაღაცეებია. მაგარია. და კიდევ მან ეს მომცა. მზად არის. მაქსმა შეაკეთა. მადლობა, ლუის. ძალიან ვაფასებ ამას. აბა, მაქსმა გითხრა რაიმე მას შემდეგ რაც წავედი. ცოტა რამ. კარგი, უნდა წავიკითხო, მეჩქარება. მაგრამ მალე შევხვდებით არა? კი, შესაძლოა. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულოშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახო შონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.